ოდესმე თუ ჯიმში წამოვიდოდი, ნამდვილად არ მეგონა. რომელი აბა ის ტრენერი რო გიბრანჯება? აი სარკესთან ვერ დგას, შავი შორტი და კეპი რო ახურავს. გამოიხედა. ერთ ჯობას მოგცემ. არასოდეს დაიჭირო საქმე ბიჭთან, რომელსაც ჩვენზე დიდი მკერდი აქვს. ჯერ პატარა განტელებით დავიწყებ. აუ, მეტი პატარა აღარ არის აქ. რო იყოს იდებოდა მანდ. გახეთე იმ ბიჭს, ვიდეოს რო იღებს სარკესში. ანუ რატო იჭიმება ასე, უკაციტლებულია. აუ, მიღადავები, აც წითლდებოდა ხოლმე ამერიკო გარშემოწერ ვიჯი და პატარაობაში. მე მგონი რომ ყველაზე გოიმები ვარ ტელჯიმში. დედა. აბა რეიბზულ ლაპარაკობთ. მის მინე მე გავალ საბემბილიკზე. აუ, წყალი არ წამომიღეთ, რომ მომწყდეს რა დავლია. გოგო, ვიტამინ გო მაქვს წამოღებული. რომელი გინდა? მის იყოს, მაგრამ რა პონტია? ანუ ვიტამინები დიდარი სასმელია რა. რო ივარჯიში უკეთეს ენერგიას მოგცემს. და რაღაცა ხელოვნური გემოები და კონსერვატები არა აქვს. გოგო, ხო, ხილის გემო აქვს. აუ, გიხოცე მოდი ეს ბილიკი ჩამართვენო და რაღაცა მერევა და შევწხვები. დადიქი მიდი. ვიცი თუ დიგეგმა მაქვს. უკაცრავად აქ დავიხმაროთ თუ შეიძლება. კი, ახლავე. დარჩენი შენიცი. მოიცარ დამტო. აბა გისმენთ? ხო, ჩართო მჭირდება ამის. ოღონდ ძალიან ვარ მარბელინოს რაღაც ისეთ პუნქტში. აი შეხედი ამას დააჭერა და მე დაარეგულირებ სიჩქარეს როგორც გინდა. თავიდან ნელა დაიწყდა, მე უკვე მოუმატებ სიჩქარეებსაც. აუ, ძალიან სწორი მიდგომა აი, ვარჯიშკერა ზოგადად ურთიერთობაშიც. ჩემი კოუჩი ამბობს, რომ ურთიერთობა რო იწყება, ნელა ვითარდება. კი, რავი ეგრეა. ხა. მადლობა. გუგურა კოუჩი რეიპი გაუწრი. სულ გაიქცა. ხა და მეც გავიქცები და მიჭირეს და ეს დავაყენეთ ბოლოს სიჩქარეზე. რა ბოლოს სიჩქარეზე? დაიწერე ნუ უმატებ იქ. არა, ენერგიაზე ვარ. ახლა მომბატო ძალიან სწრაფია უკვე. თეკლა. აუ, უკაცრავად ერთხელაც რომ დაგვეხმაროთ აქ. ინგა კარტოფილს ამოურიე რა. ადექი და ამოურიე, კაცო. ანცალია მე. ზუმერის ფილტრს ვაკეთებ. უბნის კოლორიტი, რა თქმა უნდა, ბესეთკაში. დაკიდავებული თამა და ეს თეკლა დირექტორის მოადგილე. კაპიბარა რა არის? რა მაგარი როჟა ჩანს. აუ, კისერი პროსტა. წინდების დამწყვეტებელი ინგა, ამიტომ პანდების მომვლელი ვარ. ბრაზილიური სერიალები არ მევასებოდა. შადრევნის ქორეოგრაფი, არაბუზების მთლელი ვარ. შხაპის მომღერალი. ტონკრუზი არ მევასება, ამიტომ უბრალოდ კარგი ადამიანი გამოვდივარ, რა ვქნა. უბნის კოლორიტი. პანდები თუ კაპიბარა. უკაპიბარა ძალიან დამევასა. პინგვინების გადამტრიალებელი, თუ ბუზების მთლელი, ალბათ პინგვინები. ხმებ თუ გავიჭედი. კაპიბარა, თუ უბნის კოლორიტი. კაპიბარა იყოს. შხაპის მომღერალი. აუ, კაპიბარა ძალიან მაგარია. ინგა კაპიბარა გამოვდექი. დი, შეყარებული გყავს თუ ვისალაპარაკებოდი ტელეფონზე ამდენი ხანი. შეყარებულს მოგცემ მე შენ. რა ვიცი, ბიძათქვემა დარეკას ეს ტაფონიდან, სოფო ხოდატის უნივერსიტეტში და რა ვიცი, უჭირსო ვერ ეჩვევაო, ვერ სწავლობსო, ვერც მუშაობსო და რავი 1000 რაღაცა რა. მე უთხარი სოფოს რომ მეთქი დავებაზრები ჩემი რესტორნის მენეჯერს თუ გინდა მუშაობის დაწყება თქო. მაგრამ საგნების არჩევა ვერ მოასწრო და აჯაფსანდელი ცხლი აქვს უნივერსიტეტში ეხლა. აჯაფსანდელი იმ კინოს არ ერქვა გუში რო უყურეთ? იქ ჯუმანჯია. ახო. დაგითხრა აბა ინგა, ევროკავშირში არ ვარ ჯერ სამწუხაროდ, თორემ მან ძალიან ბევრი პროგრამა ახალგაზრდების ხელშესაწყობად. ჯერ მარტო ახალგაზრდების გარანტია რო აიღო, 24 მილიონი ადამიანს დაიხმარა ევროკავშირში ახალგაზრდებს. დასაქმება გინდა მეწარმეობა ბიზნესი თუ რა? ევროკავშირი კი არა, ზესტაფონიდან თბილისს ვერ შეეჩვია ბავშვი ჯერ. მაგრამ ხელისაკვრა აშკარად ჭირდება, კაც თორე ეგ მერეც უმუშევარი იქნება, სასწავლებელსო დაამთავრებს. აუ, კაი რა ეგ უნივერსიტეტიც რა არის, დღეს შენც ვარ მოინდომე, სულ 4 დღე ისწავლე რთულად, ვერაფერს ვერ მიაღწევ. გუშინ მკითხულობდი ზუსტად, რომ 2022 წლის მონაცემებით საქართველოში 20-დან 34 წლამდე ადამიანები, რომლებმაც ეხა დაამთავრეს უნივერსიტეტი, 48% მუშაობს მარტო და ევროკავშირში 82. განსხვავება ხოა. განსხვავება როგორ არ არის ანასტასია, რა ვიცი, იმიტომ რომ დადგება ჩვენთვისაც ეგ ბედნიერი დღე და რო შევალთ ევროკავშირში შეიცვლება 1%-ები უკეთესობისკენ, რა ვიცი. აბა ამის გარდა უნდა დღეს 10 წლის ბავშვი ხალი ჩაზე გორაობს კიდე. წამოდექი ახლა ფეხზე. სად გარბი ხარ, კაცო? ყურე რა. ჩვენ ევროკავშირი გვჭირდება და ამ ბავშვს ექიმი. და მაგაცი საყვარელი იყო, მე ის ქალი, თუ არა დაახალა შოუში. თუმცა ეს კაცი. და ეს ქალი ტყუიაგენს დააჭდა სად არის ახლა? ეგ ქალი ახლა არის საბერძნეთში, მუშაობს, კარგად არის სხვათა შორის.
და ამ ყავაზე მეშლება ნერვები და გუშინ ანასტასიას ყოლე გოგოები და გამოუწარიელებია რა. ახლა დაიყარები. დედა ბრაგდია გოგო ეს შიგნით. ინგა მაგაშიც თუ გამხმარი ხვლიკი გდია გავგიჟდები ახლა. ამას წინ ვიპოვე გამხმარი ხვლიკი წეწებურაში. არა გოგო რა გამხმარი ხვლიკი მივადამრიე. ყავა. გოგო ყავა შიგნით. გახსენი მიდი ეგ მეორეც. და არ დავირთხით ყავები. აუ ეს მარტინის მზესუმსი რა. ამა თაგუთ გათამაშება. TikTok-ის ვიდეოში უნდა მონიშნო ორი მეგობარი და 17 თებერვალს 12 საათზე იქნება გამარჯვებულის გამოვლენაო. ან JBL-ის პატარა დინამიკს მოიგებ, ან Smart Saats. მაგას დავიყრი ცოტას. ხალიჩაზე არ დამიყარო, თორე ვეღარც გადამირჩები იცოდ, ვეღარც მოუკვი. დაიყარე. აუ. აქეთ არ გამოხვიდეთ ცოტა ხანი. მაგას დაპარეკებ. ინგა გავხსნათ ეს წყალები? წყალი კეთაკითხია. გახსენი ხო ჩიქების გადმოვალა გემანძდებს. მადეინ არმენია. უი არმენიაო. მაიმე, კურსელი მყავდა სომეხი. მილა პეტროსიანი. ერთი წელი ვიჯექით ერთ მერხზე. იქაური დაბადებული გაზრდილი ვერნელი გოგო იყო. მერე გათხოვდა. ეს კარგო ჯახში სხვათა შორის და მაგისი ძმა იყო. ძმა კი არა. და რას მოვაყოლე ახლა ეს? აუ ვინგა ორი წუთი გიხვეწები და ჩემო თახში შემოდი. მოვალია ახლა ვიყური უგდე მაგას რა. ბაი მე ამას რა. მაგიტახში და აპრიომეტი. აუ დამეპნა. დამეპნა მოგცემში. მოგაკეთდა რაღაცა ჩემი გამოიტანე ხადროს და მოგაფეცებისად თავად. დამინაგვიანა სახე. ეს ფული შეგროვებაც რომ შემომაჩეჩეს რა. ადი მიდი ნელა მანდ ჩამომტრეული კიბია იმდეჯერ დამამტრია რომ რა ვიცი. მოდი გოგო მოდი რაღა დარჩაგენ მზევინარი და მე ამათ ზემოთ და მოვრჩებით. უი გოგოებო თქვენ ხარ რა ხდება ხომ მშვიდობა? მშვიდობა მზევინა გოგო 20 ლარს ვაგროვებთ რომ ეს სენსორიანი განათებები დავაყენოთ ამ ჩვენ სადარბაზოში ეს ყველა სართულზე და აღარ დავიმტრეთ იმ მესამე სართული ჩამომტრეულ კიბეზე. ხო. ჯაფიცი ხლა მე მან დაწავქცეულ ვარ. აი რა პრობლემაა დავდებ საფულეს ხო აი ერთი წუთი. აი მიმაწერით მანდ. ხო. თქვენი ციტაბა. დედა ეს კიბეებზე სიარული არის ჯოჯოხეთი ჩემთვის რა გოგო მე ხო ბარძახში რკინა მაქვს ჩადგმული და ის სულს მიმწარებს. გოგო ჩხიყვიშვილებს რომ არ დავადებინოთ. აი დანარიკა სოცოდავებული კაცის ხელში. რა არ დავადებინოთ გოგო მაგის რობოკოპი კმარი და ურეკავენ თუ არა დილა შუადღია თუ შუაღამე თაკუთ მოგლეჯილი კარბის. იმდეჯერ შაურბენია ხოლმე ჩაბნელებულ კორპუსში. ისი ალალია რომ დაიმტრეს იმ მესამე სართულის ჩამომტრეულ კიბეზე ამ სივრდეში. ხო გოგოებო გამარჯობა. თუ დროს ხარ მომედი? არა მითხარით გისმენთ. 20 ლარს ვაგროვებთ განათებებისთვის. ხო და რავი შენ თუ არა შექმარს იქნება კონდეს არის სახლში? არა დასარბევად არის წასული. რა ნანა ჩემო კარგო ვერ გამიგე. დასალევად არის წასული. საღამოზე შემოგაწვდი რა ამარეხი. და ნანა რა დღეშია მე არ ვიცი და მოკლედ ჩავედი ახლა მე ჩავხედო ჩემებს. ხო და ჩაგაბარე ფული იცოდე. ხო, წავედი. კი, ფული ჩემთან არის 380 ლარი. აი მე დედა. რა მოხდა გოგო? დედა ეს კიბე არის სასწრაფოდ მისახედი რა. ხალხო მართვის მოწმობის გამოცდა ჩავაბარი, თეორია და პრაქტიკა. პროფესიონალი ვარ უკვე. მოგვილოცნია, მაგრამ პროფესიონალი კი არა, შუმახერი კიდე. ანასტასია სკოლაში მანქანით წამიყვან ხოლმე? კი წაგიყვან ხოლმე მანქანით. ოღონდ მანქანა არ ბყავს. და ქალაქი დამჭა კიდე ჩასაბარებელი. ვაიმე მაქალაქის ჯავშნებზე წეწვაგლეჯვაა სრულ მის დღემში. დედა შენ რატო არ მიულოცე ანასტასიას გამოცდების ჩაბარება? იმიტომ რომ დაჯდება მანქანაზე დაიმტრება და მე მოსალოცოთ აღარ გექნება საქმე. ინგა ჩემი გიშერი სადევს. ავი თვალის გარო დამიცვას. ჩემი კლასელები სკოლაში სულ მანქანებით მოდიან. მე დავდივარ მარტო ფეხით. მე ჯანმრთელობა როა მარიკო ფეხით სიარული არ იცი შენ? მე მინდა რომ მანქანით მივიდე ხოლმე. არ მინდა ჯანმრთელობა. რებს ამბობს უყურეთ რა. აი შეიკრები ახალწლებზე კუჩი და თუ არ გენდობები ჯანმრთელობა მაგასაც ვნახავთ მერე. თიკო თეორია და პრაქტიკა ჩავაბარი მართვის მოწმობის. ვინ არის ლეიქვინი? ხშინი. თიკოს მაგროდ ლექტორ თიკოს გაუგზავნე ეს ვოისი. არის შლება. ხელოვნების დავალება გავაკეთოთ რა. რა გაქვს? დასახატი თუ არა, მე მაგის ნერვები არა მაქვს ახლა.
რა გაქვს ომარიკო, მე დაგეხმარებიო თუ გინდა. ისე მიყვარდა ბავშვობაში ხელოვნება ვხატავდე კიდეც. რაც შემეკმარი წითლად შეიღება იმის მერე საღებავიც მესისხება და წითელი ფერიც. აი ეგ მაგასაკეთებელი ამ მოდელის მიხედვით. ჯერ ეს გაკვეთილი უნდა წაიკითხო და მე უკეთესად გაიგო. ამას მე შეგიჭამ ცოტას. და ისე კარგად გაუგეთ თქვენ ლია დაგიტოვებთ ცოტა ხანი ომარიკოს საკითხებზე ჩავირმენ უცბად. კი არ არის პრობლემა. ომარიკო ზალატოს შემთხვევაც მოიტანა და ვახრამუნოთ. მოკლედ წავედი მე და მიხედეთ საქმეს, ხო? ვიმედია ჩემი შვილიც არ შეიღებება ეხლა წითლად. ცოტა გამოვიდა ეხლა. ჩვენმა ხელოვნების მასწავლებელი მაიცი რა გითხრა? სილამაზე ყველაფერშია, მაგრამ კლასში 26 ბავშვის ხეთხარ და ყველა სილამაზის დეფიციტი გაქვთ. ძალიან საყვარელი ქალია. იცი შენ რო ჩემი ხელოვნების მასწავლებელი სხეულით ხატავდა, ტანზე იცვამდა ხოლმე საღებავებს და მილე წილოზე გორაობდა ხოლმე. მაგის გამო სკოლიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მე მილიონერი გახდა. მოვედი. ომარიკო წავიდა ლია დეიდა, გააკეთეთ დავალება. კი, დამახატნა შეხედე რა ლამაზია. მაჩვენე აბა ერთი რა დახატე. რა არის ომარიკო ეს რკო უნდა დაგეხატათ? მაჩვენე ერთი გაკვეთილი სათაური რა არის. როკოკო. ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ სახში შედარდება არჩევნები. ვითომ. კაი, ეგ გასაგებია, მაგრამ ვირას ვაკეთებთ არჩევნებიდოა. მოკლედ, ინგა იქნება დამკვირვებელი. თან მართლა დარეგისტრირდა დამკვირვებლად და რეპეტიციას გაივლის. დანარჩენები ვიქნებით ამომრჩევლები და ზოგი იქნება გამყალბებელი, რომ ინგა გამოიცნოს. დედა როგორ ნერვიულობ. არ გავხსნათ უბანი? კი, რა თქმა უნდა, უბანი გაიხსნება. კარის საკეთი გაიჭრა და ისევ ომარიკო ასწორებს. კარები გავაღე, მაგრამ სადარბაზოში ლია დეიდა დგას და ხელში კარტოფილები და ხახვები უჭირავს. მაგასაც თავის ფუნქცია აქვს. კაი, გავედით ახლა სუყელი და შემოვდივართ უბანზე. ომარიკო შენ გამოგიშვეს პირველი. მირადობა. მანდებს ბიულეტინები. ხო აგიხსნას გამოიარე აქეთ ახლა. ეს რა არის? მომეცი აქ. ეს არის ბიულეტინი? შაქის ანალიზის პასუხებია ეს. დატოვეთ ახლა სასწრაფოდ უბანი. ინგა რა საკეთებ? ასე არ უნდა ეჭხუბო მომრჩევლს, წირილით გამოვიდა ბავშვი. იტიროს. არჩევნებს არ გავახალბებინებ არავის. შემოვიდა შემდეგი ამომრჩეველი. აჰა. თიკო. მარკირება გაიარა. პირადობა. რა სურათია გოგო ეს? მეორე ამომრჩეველი შემო. აურა მყრალი მარკირების სითხეა. წნილს წვენი გადამასხეს ხელებზე. ბიულეტინს აქ ვაგდებთ ხა? ფერსად ვერაფერს ვერ ჩააგდებ. რა არის ეგ? აი ეგ ორი წალი რა არის? აუ ძალიან დიდი პოტეში ინგა დეიდა. მომისყიდე სანამ აქ შემოვიდოდი. აი ამით. მე ვიცი ვინც მოგისყიდა, შენ დატოვეთ უბანი სასწრაფოდ. გოგონა შენ რა საკეთებ მანდ? რაგნებავთ კალბატონო, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. რაც ქვია, რასაც გინდა იმას გააკეთებ. საარჩევნო კაბინაში ფოტოვიდეო გადაღება აკრძალულია. დავწერე ხლა ბესაკეთებას. მე მგონი ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. კარგი დამკვირვებლის წყალობით ვერავინ ვერაფერი ვერ გავაყალბეთ. ამიტომაც არო რაც მე დარეგისტრირდება დამკვირვებლად უკეთესია. რა თქმა უნდა. მოდი 26 ოქტომბერს არჩევნებზე. ამას ეკარგს რას იზავ. ვისაც გავაყალბებინებ, იქ არავის. აუ თიქ ხუსლიო მოდი შეუქროშოს ფეხსაცმელზე. წეგან ჩაიარა ჩემ კორპუსთან გამოპრანჭული იყო. ვიდეო მოგადაღებული. გოგო ხო ქორწილში მიდის, ეგ ვახუნა მხოცოლი მოიყვანა და დაპატიჟა. ყველა ქორწინდება რა. მე კიდე გუშინ სერიოზული კამათი მომივიდა ირაკლისთან. სადარბაზოთან ვიჭხუბეთ. აუ შენ შეყარებულთან მაინც მოგდი ჭხუბი და მე ორი წელი არავისთან მიჭხუბია. ერთი ინგასთან თუ მომივახო მიჭხუბი, ზეგანაც ვიჭხუბით, აღარ მილაპარაკება. აუ ნახე ვიბრინდები. ხო, ეს ვიღაც გოგოს ლაიკებდა ფოტოებს ინსტაზე. ყალბი აკაუნტიდან ნახე. დეტექტივში დი რომ აწედია. ხო და მე ისე ვიჭხუბით, რომ სილა გავაწელი და ავედი სახლში. რა ქენი? რა სილა გააწელი გოგო რო გიჩვენოს ახლა სად მიდიხარ მე? კაი გოგო რა უნდა მიჩილდოს პოლიციელია. მით უმეტეს. შენ ეს დის გამოსვლის აბამდენი ხანი ზიამაღლობელი ციხეში. სილა გააწნე იმ კაცს. ნუ კაცს. და ის ამტკიცებს ახლა დიდი ტყლაშანის ხმა იყო. აუ ეხა ცოტა უნერვიულდი. საჩი ვარი ხო არ შეაკნეტა. დაურეკა. კაი არ გინდა თავი განები იქნება არ გიჩივის. ზიამაღლობელს ახლა რატოც მოიქცენ ეგრე ყველა მიცის. და 7 თუ 8 თვე სერიოზულად მიდის იმისი გამოძიება, განიცადა თუ არა იმ კაცმა ტკივილი. და მაგის გამო უნდა ჩასვან 4-დან 7 წლამდე? რა სიგიჟეა? ხო, მაგას არ ვამბობ. ანასტასია, შეიწვა კარტოფილი და გამოდი თუ გინდა შეჭამე. კაი, გამოვალ. მილაპარაკება თურმე. იცი ახლა თავისი ბრალი რო და კარტოფილი ცდილობს გამოსყიდვას.
აუ კიდე მაგაზე მიფიქრება რომ მიჩიულო ეს აუ დე შეიძლება რა სასამართლოში მიჩიულონ იცი რა მოგიყვები ანეტაცი დაგირეკავრა ცოტა ხანში აუ სილა გავაწანი ლელა ჩან ვარ ხო რაზე გირეკავ ახლა გოგო შენ ხო მუშაობ ლაბორატორიაში ხო მისმინებ რძის პროდუქტებში აღმოუჩენიათო სკინტლის შემცველო გავგიჟდი გოგო დილიდან წავიკითხე ეს ინტერნეტში და ჭკუიდან ვარ შეშლები რაღაცა მოვიტანე ახლა იმიდან მაღაზიიდან მაწონი და შიში თუყურებ ვერ შემიჭამია ხო დღესაც არ ჩამოიარა მაინც და მაინც იმ ქალმა მე ვყიდულობ ხოლმე კორპუსთან მოდის ხოლმე სოფლიდან ქალი ის ყიდის ხოლმე ხაჭოის ნადუღი ყველაფერი აქვს ხოლმე და რა ვიცი მე დღეს არ ჩამოიარა მაინც და მაინც ხო რამე ხო არ გაუჩალიჩეს მეთი ცოტა შემეში და ვიყიდე ახლა ეს მაწონი და გეხვეწები აი ჩაგიგდებ მე ფოტოს და გადამიმოწმე ამ მაწონში ახლა თუ არის რა ვიცი სკინტლის შემცველობა თუ როგორ მოწმდება მე ხა მე რა ვიცი ხა ამაში არაფერი არ აწერია ხა ინსტრუქციას რო უყურებ და ხო ბავშვსაც არა ბავშვს არ უჭამია ხა მოვიტანე გაუხსნელია ჯერ ბავშვი რომ მომეწამოს გოგო ამოვაყირავებ თელ ქარხანას რას ლაპარაკობ გადამიმოწმე გეხვეწები და ჩაგიგდებ ახლა მე მესენჯერის იმაზე ხო კაი სხვა ხო ხართ კარგად თაკო როგორ არის აი ვენაცვალე მაგას ეგ საოცარი გოგო შენ თუ სპეციალურ პირველად ვარ ლაივში გამოსული ხო და იმას ვამბობდი რომ ეს ის არის ახავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ როცა ევროკავშირთან ასე ახლოს ხარ არავის მის უფლება რომ უკან დაგვაბრუნოს ანასტასია გუშინ ძრო ხარ მოწველი საღამოს ის რძე საწაიღე პეპოიძე ტიპსაბო ლაივში ვარ ომარიკო ეგრზე ავადუღე უკვე უთხარი პეპოს მაწონსაც დედა შეაყენებსო უთხარი ისე მომენატრა სოფლის საქმე რაღა გავაკეთო აღარ ვიცი კი ახალი ტრენდია ვაგრძელებ წინ გზას ევროკავშირისკენ ანასტასია მიდი საქათმიდან გვერცხები ამოიტანე რა მოდი მზევინარი მელაპარაკებო და წვენი გამომაცალა რა ანასტასია დაიმწერი ახლა ატაკი პეპო მზევინარი რომელია გუშერენასკებს ეკლებიანი ბალახები ქონდა აკრული ეგ 3 წელი გამხდარი ღორი რო ყავს ხო ეგარი ისეთი გაზრებული ხომელი საჭმელი რომ ვეღარ ყიდულობ ხალხი და ვეღარ აჭმევს იმიტომ არიან სოფელში გაზოწყავებული ღორები გაძვირდებოდა აბარა იქნება ცხოველის კი არა ადამიანის საჭმელს უკეთია ცეცხლის ფასი და გაიხედეთ ეხლა ევროკავშირის ქვეყნებში რა ფასებია კაპიკები საჭმელი გინდა წამალი თუ ხელფასები შეადარე კიდე მაგაში გეთანხმები ჩვენ სულ სიახლოვეს ვართ მაგ ცხოვრებასთან მაგით უნდა გააკეთოს მთავრობამ ყველაფერი რომ ევროკავშირისკენ წესვლა არ შეჩერდეს you know what I mean ღვინო ვარ მე კი რა დეტალია კენა რა ჩამოვდე ყოველდღე ღვინოს წავს გალოტები შვენო ღვინო ვარ მე რა ღვინო ვარ მე you know what I mean თქვი ინგლისურად ბერდები ბებო სიტუაცია ბერის გაგონება არ უნდა. ისე ამოტეხილი უკვე რაღაცნაირად, მაგრამ არ აღიარებს. ეგრე შენც მოტეხილი ხარ. გუშინ აბაზანაში იატაკს რო წმენდი ვანაში ჩავარდი. რო კითხე რა დაგემართა მეთქი, წამოწეკი ცოტა ხნით თუ ასე მითხარი. შენ მე მოვკლავ აუცილებლად ომარიკოს. ხო, ძალიან დიდი ბოდიში რა ვერიკო კიდე ერთხელ ენა უნდა ამოვაცალო ეხლა ამას მე. ვიღაცას წითელია ინ თუ რა მიქარია მჯერად. მე არაფერი იმას მიქნია, ფირცხალა ვამაბრალებს რაღაცებს. გაბრალებს კი არა, მოდი აქ. ეხლა შენი პირით მითხარი რაზე მეწახელის შევკი ფირცხალავას კლასში. სანამ ვიმოქმედე იცოდე. მე არაფერი შემირქმევია. სანამ ვიმოქმედე მეთქი. თავრი ჯღვინა. თავრი ჯგვინას მოგწემ მე შენ. დედამისმა დამირეკა, რა მდგომარეობაში ჩავარდი აღარ ვიტყვი. რა გიყო ეხლა მე შენ მითხარი. ვიცი რომ დავისჯები. აღარ გამიშვა მაშინ ეს კვირა სკოლაში. გესმის, არა გესმის. კიდევ ხუმრობის ხასიათზეა რა. შებზანდები ეხლა შენ ოთახში უტელეფონო და იფიქრებ შენ საქციელზე. და იმაზეც რავაჩუკოთ მზებებოს დაბადების ღია ხმალე გამიწდა დავიფიქრე რა ფერდერ მოვიფიქრე. აუ წეღა რომ მოდიოდი ამნისტიძეების ბინიდან გამოდიოდა იმ ქალის ცივილკივილი. რა ხდება ნეტა ხო არ იცი? ქვედა მეზობლე მაგის ქმარი მოყვა კაცო გუშინ შეწყალებაში, ხო, დააბრუნდა ოჯახში და დაიწყო თავიდან მთელი უბედურება. ხოძალადობაზე იჯდა, ამურას ეშინელება, არ და როგორ მშვიდად იყო რაღაცნაირად იქალი ამ ბოლოს, რაღაცნაირად გამოვიდა. ეხლა ვფიქრობდი ჩემს აქციელზე და კარტოფილს შეწვავ დღეს. ეხლა შენ შეწვავ გასკურაში იწოდე. დამიჭერე კიდეც და ეგ იქნება რა. ჩემ დაჭირად გათავისუფლდა კიდეც ამდენი ადგილი ციხეში. გოგო არა, გუშინ იყო ეგ. ვასო ის ქალი უნდა ვიპოვოთ, მაგრამ არ ვიცი რა აცვია და როგორ ვიცნო. დაიცადე ჩემს დაურეკავ. დე, როგორ ვიცნო ის ქალი, არ ვიცი რა აცვია ნინო.
კაი. ნეტა ეს ხო არ არის, მე მგონი ვიღაცა ელოდება. წამო აბა. ველოდები გოგო ხო, გამეყინა ბახვები. მალეს კლეტკებიანი განკოდგანამ ჩამოცვენეთ. ომარის ხო, მემართება მერეცის დიდი და ხო იცი წუწუნე. ომარისო, ჩემს ამბობს მე მგონი. გამარჯობა ქალბატონო, მე ვარ ომარი. ერთი წუთი დაიცა. რა გინდო შვილი აბა? მე ვარ ომარი, გამომაგზავნეს. შენ ახარ? გალო ვინ გამომიგზავნეთ ესა? დედა ჩემა გამომგზავნა, გაყევი და მიგიყვანსო. ჩემი ძმაკაცით წამოყვება. ვაი ერთი წუთი რა. სად მომყვები შვილო აქეთ უნდა მოყვებოდე. გოგო, რამე ხო არაერია ნუნას კითხი აბა. ნამდვილად ომარი ხარ შვილო. კი, დედა ჩემს დაგალაპარაკებთ ერთი წუთით. დაილაპარაკი, აი ვიპოვეთ. ნინო მოვიდა ბავშვი გამოყვება გეხვეწები გაიყოლე რა ისა ქალბატონო ბავშვი კი მოვიდა მაგრამ სად გავიხონო რამე ხო არ გეშლებათ ბოდიშ გიხდით ქალბატონო რაღაცა შეცდომა ალბათ ბავშვი გამომართო შვილო ომარიკო გამოდიაგეთ ვისთან მიხვედი კაცო გერილდება კორპუსთან ნინო იქ დგას ვერ ვიპოვე. ვისთან მივიდნენ ეს სულელები ესენი დავიცი პრასტიტუტ გაიყო ვიღაც ტიკურა ქინიება ჩახვედი ზუგდიდში? ქემერთება ჯგირო იგული. შეხედე სულ ინგლისურად რო ელაპარაკება და ქალებს ჩვენ რო ვერ გავიგოთ. რა ინგლისური მეგრულად უთხარი? აი მე ინსტიტუტში ყავდა ხოლმე მეგრელი კურსელი რა ერქვა სენაკიდან იყო ხარბედია მედეა და ვასწავლიდა ხოლმე რაღაც მეგრულ სიტყვებს ეს ჯგირო და ისინი სულ ვიცი აურაკაია თიკომიტის ხდა თურაშვილთან შეხვედრაზე ზუგდიდში. სულეკაურის გამომცემლობის კამპანია ყოფილა და თურაშვილი ხვდება მკითხველებს. ბათუმში, ზუგდიდში და ქუთაისში. 24-25-26 აგვისტო. იცი მე გულინ წყდება. ასე ოჯახით რომ წავიდნენ, უნდა დაეპატეჟებინე შენს, მით უმეტეს ეგრე თუ უთქვამს. ამ ხელა სახლი აქვს თან ზუგდიდში და რა ვიცი მეტი პატივისცემა არ ახსოვს ჩვენგან. მაგრამ რა დგინდა, რა ზემოთაა, ორი იმდენი ქვემოთაა თიკოს დედა. ანუ თიკოს დედა რამ სიმაღლეცა, ორი იმდენი მიწაშია? წადი გადაშალე შენის წიგნი და იკითხე. ხო რა ვიარ დამპატიშა. არადასულ მეუბნება ხოლმე ზუგდიდში უნდა წაგიყვანო ერთხელ და კაი მეგრელი ბიჭი გაგირიგო. თან მარტო იქ ხო არ არის კაცო ამდენ რაღაცას ნახავი იქ დადიანების სასახლე და საჭმელებს გასინჯა გებჟალია და ისინი აუ ტურაშვილი შეხვედრებზე ვის გავაგებინო კიდე? ქუთაისში ვინ მიყვავს ბაჩუ? ქუთაისში რა ვიცი ახლა ბუდუ ზივზივაძე ქუთაისში ბუდუ ზივზივაძე იქნება? აუ წავიდეთ რა, თან არ ვარ მანდ ნამყოფი. ქუთაისში როგორ არ ხარო მარიკო ნამყოფი ექსკურსია რომ შემოვიარეთ უკანა გზაზე ვიკენდია საქაბაბეში იყო. თიკომ წერს ელარჯი ჭამე ეხლაო. თიკო ტუალეტში რო შეხვალ მაკრატელი შეიყოლე. აი მე ლარჯი კი შევჭამდი ეხლა ხო არ გავაკეთო. მაგისთვის საკმარისი მეგრული სისხლი არ გაქვს, ამიტომ შენ ადგილას თავში ვიკავებდი. რა მეგრული სისხლი არ მაქვს გოგო ჩემი დიდი ბებია რა გვარი იყო თუ იცი ელეონორა კარჩავა ქალი ჭრტიკობით დადიოდა მაგრამ ეგენი გურიიდან იყვნენ ხო მაინც უნდა გავაკეთო ელარჯი დედა რატო არ გამომივიდა ისეთი ვიდეოში როგორც ქონდა იმ ქალს დახტება ხო არ ჩაფლავდი ინგა. რა ვიცი გოგო იმ ქალს ბჭერამდე აქონდა ხელი და ეს სულ არ ამოდის უყურე ყველი ხო უქენი. ყველი როგორ არ უქენი ახლა სამი ნაჭერი ყველი ჩავაკეთე და რა ჭერს